როგორი უნდა იყოს სკოლის ასაკის ბავშვების კვება, სასარგებლო პროდუქტები და საინტერესო რჩევები. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ პედიატრი, ნუტრიციოლოგი ქალბატონი ნინო თოთაძე და ანდრია თოთაძე. ძილამშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ძილამშვიდობის ანდრიას განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო და არ იზარებ, ასე ვთქვათ, რომ დილდადრე ადგე და შემოგვიერთდე. ქალბატონო ნინო, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სათუთი თემა არის გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი ეხება ბავშვებს, მათ ჯანმრთელობას, მათ კვებას. ყველა მშობელი შესაძლოა დაგვარად ცდილობს, რომ შვილების კვების რაციონი იყოს მაქსიმალურად გამდიდრებული, როგორც აძლევთ მათ ხმამეთი საშუალება. ამის უფლებას და შესაძლოა დაგვარად დაიცვან შვილების ჯანმრთელობა, ხომ? რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რომ კვების რაციონი იყოს ყოველთვის მოწესრიგებული და საჭირო სავსე იმ ვიტამინებით, რომელიც აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის შენებისთვის? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბედნიერ წელს გისურვებთ, ვთქვათ, სამუშაო წელს უკვე გავიდა ეთერში, პირველად ვარ თქვენ ეთერში ამ პერიოდიდან. სოფო ძალიან აქტუალური საკითხია, ბუნებრივია დამეთანხმებით და პირველ რიგში მithom რომ ბოლო წლებია განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიღო, ხო? შესაბამისად საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით გადავედით როგორც ექიმები, მშობლებიც და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია, შესაბამისად გამომდინარე იქიდან, რომ ვიდრე ჯერ კიდე თუმცა აქ მნიშვნელობა არ აქვს, რა თქმა უნდა, ასაკობრივ წელს ჩანსაღი კვება რამდენად მნიშვნელოვანია, თუნდაც ჩვენთვის, ჩემთვის და ასე შემდგომ, მაგრამ რა თქმა უნდა, უპირატესობა მიენიჭება ბავშვებს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ისინი ზრდის პროცესში არიან და თითოეული მიღებული მათი საკვები კომპონენტი, რა თქმა უნდა, ეს არის შემადგენელი ნაწილის შემდგომ იმ ჯანსაღი ვიტამინების და რომლითაც ათვისება, რა თქმა უნდა, საკვები პროდუქტებიდან ხდება, რომელიც განაპირობებს მათ ნორმალურს და განვითარებას და ასე შემდეგ. თან გამომდინარე იქიდან, რომ კვებას აქვს ერთი რამდენადაც მნიშვნელოვანი ეს ყოველდღიური და დღის რამდენიმე ეტაპის შემადგენელი ნაწილია, რა თქმა უნდა. შესაძლებელია, როდესაც თქვათ, კვების პრობლემა, თუნდაც ის უნარჩვევების არასწორი იმ წუთში არ გამოვლინდეს, ხო, შესაბამისად ერთ დღეში, ორ დღეში, მაგრამ მას გარკვეულწილად აუცილებლად აქვს თავისი შედეგი და ბუნებრივია ყველას გსურს, რომ ეს შედეგი იყოს დადებითი, ხო? მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯერ კიდევ გარკვეული, თქვათ, საუკუნეების მანძილზე თუნდაც არ იყოს საუბრები ესეთი აქტუალური და ბუნებრივია ესეც მეცნიერული კვლევებით და შესაბამისი დამადასტურებელი კლინიკური კვლევებით წამოვიდა. ყურადღება მიექცა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის საკვები პროდუქტი, რასაც ღებულობდნენ, ანუ რა შემადგენლობა ჰქონდა მათ, ვიტამინების აღმოჩენა, რომელიც დაიწყო დაახლოებით 2 საუკუნეა მეტი არც კი. შესაბამისად, შემდგომ უკვე მათი თითოეულის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, აუცილებლობა ამ ვიტამინების შემადგენლობა რა პროდუქტებშია და რამდენად უნდა მივიღოთ ისინი, ხო, ყოველდღიურად. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ამ პროცესს საუბრობთ ჩვენ თითოეულ შემადგენელ იმ კომპონენტზე, ანუ ჯგუფისა პროდუქტების, ეს არის ცილოვანი პროდუქტები, რომელშიც შედის როგორც ძის პროდუქტები, ხორცი, თევზი, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, თხილეული, თესლეული, ხილი და ბოსტნეული, ასევე ბურღულეულის პროდუქტი, რამდენად სწორად ხდება მათი მიღება და ბუნებრივია ეს პროდუქტიც კი რამდენად დადებითი ფორმით მიიღება. მაგალითად, რატო ვამბობ ამას? პური, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია, ხო, თითქმის ყველა ოჯახში, ესე რომ ვთქვათ, განსაკუთრებულად ხშირად არის შეშფოთებისაგან, რომ აი პური არის, რომელიც, ვთქვათ, ძალიან მოზომილად უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლები, ანუ პირველი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული პროდუქტი, ყოველთვის, რა თქმა უნდა, მოსარიდებელია შეძლების დაგვარად, მაგრამ თუ კი მაგალითად ბავშვები განსაკუთრებულად მიიღებენ მთელ მარცვლიან პურს, მას თავისი ძალიან დადებითი აქვს, ანუ მისი შემცველობა ბოჭკოს რაოდენობა უფრო დადებითად ხდება ათვისება და ის გარკვეულწილად მისაღებია. ბურღულეულს როცა ვსაუბრობთ, ეს არ არის მარტო პური, აქ შედის ნებისმიერი, თქვათ, ბურღულეული, ჩამოთვლით, რომ ჩამოთვალოთ ბრინჯი, კუსკუსი და ასე შემდეგ, რომელიც ასევე გადანაწილებული
მიღებული უნდა იყოს დღის მანძილზე. რძის პროდუქტი რატოა ესეთი მნიშვნელოვანი? რძის პროდუქტიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის ათვისება განსაკუთრებულად საყურადღებოა, ეს არის კალციუმი, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია მისი ძვლოვანი სისტემის და კბილების ფორმირებასთვის. ასევე საინტერესოა, როცა მზარდია ორგანიზმი, ჯერ კიდევ წლების მანძილზე დაგროვება ხდება მისი უკვე ძვლებში კალციუმის, რაც ასევე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სწორედ იმ პროდუქტებიდან, როგორიც არის იოგურტი, ყველი, რძე, ეს მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომ ბავშვმა მიიღოს, რათა ბუნებრივია ის აუცილებელი ვიტამინების შეთვისება მოხდეს და მესამე მნიშვნელოვანი პროდუქტები, რომელიც ასევე დამატებით გამდიდრებულია კიდევ ვიტამინებით, რომელსაც ღებულობს, რაც დადებით საწყობს. თუმცა ძალიან მოკლედ ახლა ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ამ საკითხზე, მაგრამ მაინც კიდე გამეორდები, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის საკითხი, რომ ციალ პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული მაქსიმალურად შეძლების დაგვარად გადანაწილებული იყოს დღის მანძილზე, ზუსტად იმ რაციონების მიხედვით. ახლა დაახლოებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სამი ძირითადი კვება, სამი ხემსი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ახლა უკვე შემდგომ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფადაც კი ხო, თქვა 11 წლამდე, 13 წლამდე და შემდეგ უკვე 18 წლამდე. ძალიან საინტერესოა, რომ საერთოდ კალორიების მიხედვით მოთხოვნა წლების ზრდასთან ერთად დაახლოებით 19 წლამდე იზრდება, ცოტა უფრო მეტი ვაჟებში, შემდგომ დაახლოებით 19-დან 30 წლამდე შენარჩუნებულია და შემდგომ უკვე კლება მიდის იმ მოთხოვნადი აუცილებელი ორგანიზმის კალორიებისა, რომელიც მათ ესაჭიროებათ. ამიტომ განსაკუთრებულად, როცა ვსაუბრობთ ბავშვებზე და როცა მზარდია ეს კალორიული მოთხოვნები, რა თქმა უნდა, ეს დაკმაყოფილებული უნდა იყოს. თუმცა ის ძირითადი პრინციპი, რომ ჩვენ ჯანსაღი პრინციპით ამ 4 ჯგუფის პროდუქტი მივიღოთ, ეს ყველა ასაკობრივი ჭრილისთვის შენარჩუნებულია, მაგრამ იზრდება მოცულობის რაოდენობა, რა თქმა უნდა, წლებთან დაკავშირებით. ანდრია, წარმოუდგენელი ხარ შენ დაახლოებით იმ ასაკის ბიჭი, რომელზეც საუბრობ და ახალგაზრდები, ბავშვები, მოზარდები, როგორია შენი კვების რაციონი, რა სჭამ, რა იცი დაუშვათ და გაგიგია, რომ მაინდა-მაინც ასარგებლო არ არის და არ იღებ და აი მოდი მოგვიყევი, რითი იწყება შენი დილა, დღის განმავლობაში რამდენჯერ ჭამ და რა და ყველაზე შენი საყვარელი საჭმელიც გაგვანდე. თუნდაც არ იყოს ასარგებლო. ჩემი საყვარელი საჭმელი არის მაწვნის სუპი. ვაჰ, ძალიან მიყვარს. დილით, როცა ვდგები, ადრე თუ ავდექი, და არ ჩამეძინა, მაშინ ვკეთებ ბუტერბროდს, გახუხული პური, სალათის პურცელი, ავოკადო, ან კვერცხი, ან ქათმის ფილე, რომელიც მინდა. მერე სკოლაში რომ მივა, გაკვეთილების შემდგომ კვება გვაქვს და მე სკოლის კვებაზე ვარ და იქ სუალის წვნიანი და წიწე. მიყვარს წვნიანი? წვნიანი განსაკუთრებით იშვიათი ბავშვია. სუფხარჩო და მაწვისობი მიყვარს ყველაზე მეტად წვნიანებისგან და კიდევ მარის მაკარონი ხუმე წიწიბურა და მივირთმა მოგეცა. ანდრია, ყველა სკოლაში არ არის კვება და რას ურჩევდი შენ სანტოლებს თქვათ, რომ სკოლაში ხელს რა გააყოლონ, რა სახის პროდუქტია, თუნდაც ბუტერბროდის სახით იქნება ეს თუ სხვა ხილიან. ან ზოგ სკოლაშია რომ ბავშვთა არ არის წვნიანი და ესეთი საშუალება რომ ჯანსაღი კვება და მშრალი კვება ან რაღაც ტრაფი კვება ან რაღაც კბილეულია და შენი რჩევით აი შენ სტოლებს რას ურჩევდი რას მიაქცენ ყურადღება რა ჭამო რა არ ჭამო თავარია რომ ჯანსაღი საჭმელი წაიყვნენ მე ხო არ ვიცი მათ რა უყვარს და რაც ურჩევნიათ ჩემი აზრით ის უნდა აი რა ბუძნული რჩევა იყო სანამ ეთერში შევიდოდით მე და ანდრია ვსაუბრობდით იმაზე რომ თუ არის რაიმე ისეთი მაგაზეც ვისაუბრეთ მაგრამ ვისაუბრეთ ასევე იმაზე რომ შეიძლება რამ პროდუქტი არ უყვარდეს, მაგრამ იცის რომ აუცილებელია მიიღოს. არის ესეთი პროდუქტი ბულგარული დასახელე ჩვენთან საუბარში და იცი რომ არ გიყვარს ვიცი ნამდვილად, მაგრამ საჭიროა. ჭამრობ აუცილებელია და საჭირო, კი. მე ხშირად დავჭამ, მაგრამ როცა რომელ პროჟემ მწვანეს თუ წითელს? არც ერთი არ არც ერთი მნიშვნელობა არ აქვს. მე ჩვენი რომ წითელი უფრო მოტკბოა. ანდრია, ისეთი საკვები თუ არა, შენ თქვი რომ დავშოთ ბულგარული ან კიდე შეიძლება იყოს, ესეთი რომელიც არ გიყვარს, მაგრამ იცი რომ საჭიროა. მაგრამ თუ არის ესეთი საკვები, რომელიც იცი რომ თლაც სასარგებლო არ არის, მაგრამ გიყვარს და ჭამ, ესეთი ადამიანები ბუნებაში არ არის, ყველა უჭამთ, განსაკუთრებით ბავშვები, ესეთი რა არის? რაც ხანდახან შეეპარები ხოლმე. ბურგერი და შოკოლადი. კბილეული. კბილი გიყვარს.
აი, რადგან ტვილი ვახსენეთ, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა მივიღოთ, რა არ მივიღოთ, აქვე ერთი კითხვა მაქვს, როცა ბავშვობის ასაკში ჭარბწონიანები არიან და მშობლები იმის გამო რომ არ უნდა არავის შეიძლება ბავშვობაში საყვარელია მოსაფერებლად, მაგრამ მერე დროზე თუ არ მივაქციეთ ყურადღება რთულია, სვამენ დიეტაზე, აშიმშილებენ, არეჭმევენ. ეს თუ არის სწორი მიდგომა, ან როგორ უნდა დავიცვათ და ფაკონტროლოთ ბავშვის წონა? ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვნად მომიწია ამ საკითხთან მუშაობა და ძალიან ბევრი ევროპული კვლევების შედეგებს გადავავლეთ თვალე ესე რომ ვთქვათ. პირველი ალბათ ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვნად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ძალიან ბევრი კომპეტენტური კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვნად ბოლო 10 წლეულების მანძილზე გაზრდილია რას გვემბრძანეთ სიმსუქნის პრობლემა. სიმსუქნეზე მეტად ამ შემთხვევაში მე აღნიშნავდი ეგრეთ წოდებულ მალნუტრიციას, რომელიც პრაქტიკულად იმ საჭირო განსაკუთრებულად მიკრონუტრიენტების ნაკლებობა. ანუ კი, აქ შეიძლება იყოს რა თქმა უნდა ასაკთა შეუსაბამო სიმაღლე, იყოს თქვათ შეუსაბამო წონა ასაკთან, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სწორედ იმ საჭირო მიკროელემენტების ნაკლები რაოდენობის მიღება, ან გადაჭარბებული მიღებაც კი. პრაქტიკულად შესაძლებელია ნამდვილად რომ თქვათ ბავშვი ღებულობდეს, როცა მე ვახსენე კალორაჟით იმ რაოდენობას, რაც მისთვის განკუთვნილია, მაგრამ ეს არ იყოს ჩანსაღი შემადგენელი კომპონენტებით მიღებული პროდუქტებისა, ხო, ათვისებული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქ არის ყველაზე დიდი პრობლემატური საკითხი ჩადებული, რომ თქვათ, რას მიირთმევს, როგორ მიირთმევს. რაც შეეხება სწორედ ამ სიმსუქნესთან დაკავშირებით მიდგომები, რომელიც არის სწორი, ეს არის პირველი, რომ რა თქმა უნდა, ძლიერი დიეტები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, განსაკუთრებულად, რომელიც თქვათ, ეგრეთ წოდებულ დიდ რაოდენობით კალორაჟის ნაკლებობას წარმოადგენს, რომ სწრაფი კლების პროცესი წავიდეს, თუნდაც თქვათ, სხვა ჩარევებს არანაირ რეკომენდაციას არ აძლევს, ესე რომ ვთქვათ. გარდა ამისა არის თქვათ ძალიან სწორი მიდგომები ესეთი ფორმით. თქვათ ბავშვი მიირთმევდა, შეუცირებთ მოცულობა. ამ შემთხვევაში ავიღოთ თქვათ თემში უფრო პატარა ზომი, სადაც მოცულობა იქნება უფრო დიდი რაოდენობის გამოჩნდება, მაგრამ შესაბამისად იქნება უფრო ცოტა. უნდა იყოს რა თქმა უნდა მიმბაძოლება, რაც თქვენ ბრძანეთ, აქ არის კვების, რას მიირთმევს ერთი და კვების ჩვევების სწორად ჩამოყალიბება, რომელიც სწორად ეწინააღმდეგება სწორედ ამ პრობლემას. რა თქმა უნდა, ძირითადი სწორი არის, რომ პირველი ბავშვი გადავიდეს მაქსიმალურად ჩანსახ კვებაზე და რა თქმა უნდა, მოხდეს მისი კლება თანდათანობით, ანუ თვეების მანძილზე. აქ საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ კლება იყოს დიდი კილოგრამების, ვთქვათ, დაკლებით თვეების მანძილზე, რაც არასწორი მიდგომა. შესაბამისად, სწორედ ამ ჯანსაღი კვების რაციონიც აქაც შეიძლება ცოტა ჩავერთოთ, თუნდაც სამეცნიერო პერსონალი და ვთქვათ, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, როდესაც რეკომენდაციას ვაძლევ მშობელს და ბავშვსაც მათთან საუბარში კომუნიკაციის კუთხით, რომ პირველი, იცით რა, შევაჩვიოთ, თქვა და არ იყოს ის რაც უყვარს, რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტს ვერ მოაკლებთ ბავშვს, ხო, რაც მისთვის საყვარელია და ასე შემდგომ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ნელ-ნელა თანდათანობით უკვე გადასვლა ჯანსაღყვებაზე და თქვა შევთავაზოთ, თქვა 5 დღე მიირთმევს იმ ჯანსაღყვებას, თუმცა ჯანსაღი პროდუქტებიდანაც შეიძლება არჩევანის უფლება მივცეთ ბავშვს. ეხლა ანდრიამაც ბრძანა, რომ თქვა კონკრეტული ერთი პროდუქტი არ უყვარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვა იგივე ბოსტნეულში სხვა არ უყვარს მას სხვა პროდუქტი. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ის ერთი კონკრეტული ყოველთვის ჩანაცვლებული იყოს, მაგრამ ის რომ ბავშვს არ უყვარს საერთოდ ბოსტნეული ან ბაღჩეული, ეს არის უფრო მეტად პრობლემატური და ამიტომ სჯობს, რომ აქ მოხდეს უფრო სხვა მეთვალყურეობა, რომ შესაბამისად პროდუქტების მთელი ჯგუფი სამოვარდნა არ მოხდეს, მით უფრო რომ ნახევარი თევზის სწორედ ხილზე და ბოსტნეულზე მოდის ამასთან დაკავშირებით. უნდა მოიქცეს მშობელი იმ შემთხვევაში, თუ თქვათ, შულს აქვს გლუტენის აუტანობა, ან იგივე ერთის პროდუქტების მიმართ ან ალერგიული არის და ასე შემდეგ და აი ამ პროდუქტების ჩანაცვლება როგორ შეიძლება ზოგს თევზი მაგალითად ჩემს უმცრო შულს არ უყვარს საერთოდ რომ ხედავს ისიც კი არ უყვარს არათუ რომ შეჭამს. აი როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს და რა საშუალებებს მივმართოთ რომ მამის ნაკლებობა და დეფიციტი არ ქონდეს მის ორგანიზმს. ბუნებრივია სოფო პირველი ალბათ ამას ვიტყოდი რომ თუ კი თქვათ რომელიმე კომპონენტის შემადგენელი პროდუქტების ავერღებულობს ბავშვის სისტემატიური ფორმით და თქმა უნდა მისი მიღება უნდა მოხდეს დამატებითი სახით. მაგრამ ეხლა თუ ჩვენ კონკრეტულად გლუტენის აუტანობაზე ვსაუბრობთ,
დღეს თბილისი კიდე განებივრებულია თქვათ სხვადასხვა პროდუქტებით, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია სწორედ ამ ჯგუფის ბავშვებისთვის და შესაბამისად ძალიან კარგია რომ ბევრი სამუშაო პროცესი მოხდა ამასთან დაკავშირებით. თუმცა მე სწორად ვიგებ თქვენს კითხვას, რა თქმა უნდა ეს რეგიონებისთვის ცოტა პრობლემატური საკითხია და ეს აუცილებელია რომ იყოს ხელმისაწვდომობა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პირველი გამოსავალი წერტილი ეს არის, იმიტომ რომ გლუტენის აუტომობის დროს ძალიან ბევრი პროდუქტების ამოღება ხდება და შესაბამისად სწორედ იგივე გლუტენის გარეშე მსგავსი პროდუქტების მიღება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწორია, რომ ნაკლებად მოხდეს ამ კომპონენტების სრულად ამოღების პროცესი. რაც შეეხება ლაქტოზის აუტომობის დროს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თქვა არის ისეთი პროდუქტები, რომელიც არ უნდა იყოს რძისილაზე დამზადებული, შეიძლება ეს იყოს თქვა იგივე პროდუქტების შემადგენლობით სხვა ალტერნატიული საშუალება თქვა იგივე სოიორზე და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რამდენად ის გამდიდრებულია. სწორედ როგორ არის გამდიდრებული ვიტამინებით, ეს უკვე მწარმოებელი კომპანიის კეთილსინდისიერებაზე არის დამოკიდებული და შესაბამისად მაქსიმალურად მაინც გადავდივართ უკვე ეტიკეტების დათვალიერების ფორმატზე. მაგრამ რაც შეეხება, როდესაც მე ვსაუბრობ უნარჩვევების ჩამოყალიბებაზე, ეს ალბათ ვფიქრობ, რომ ყველაზე ერთ-ერთი სწორი მიდგომა. დღევანდელი ცხოვრებაც ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეთ, ხო ბუნებრივია ყველგან გვხვდება ეს შოკოლადის, ტრაფიკვების ობიექტები და ასე შემდეგ და ბუნებრივია ბავშვის მით უმეტეს საგემოვნებო რეცეპტორები მიმართულია სიახლეზე და მოსწონს და აქვს კიდეც ამ პროდუქტებს მიზიდვიანობა, მაგრამ როდესაც კვების ჩვევები არის სწორად ჩამოყალიბებული, მან იცის არჩევანი აქვს. აი ვთქვა სწორი მიდგომა, როცა ბავშვი ეკითხებით, ხო? იგივე წვნიანი პროდუქტი შეიძლება ეს წვნიანი საერთოდ არ იყოს, იყოს ჩვეულებრივი ცოცხალი, თერმული დამუშავებული და ასე შემდეგ ბოსტნეული, მაგრამ ორი პროდუქტიდან ერთი და იგივე ჯგუფის რომელია მისთვის უფრო ხო, ცოტა ესეც რთულია შესაბამისად ხარ. რამდენი სწორი არის მშობლის მხრიდან ესეთი დამოკიდებულება, როდესაც შოლს თვითნებურად სხვა სახის ვიტამინებს დამატებით მოახმარს და აძლევს, თქვათ, აი ეს საფრთხეს ხარ წარმოადგენს, თქვათ, იგივე გადაჭარბებული რაოდენობა ამ ვიტამინების, მაშინ როდესაც ანალიზები გაკეთებული არ არის და ესე თვითნებურად ხდება ამ ვიტამინების მიცემა, იმიტომ რომ მგონია, რომ პირიქით მის ჯანმრთელობას, მის ენერგიას, განვითარებას ხელს შეუწყობს. აბსოლუტურად სწორი კითხვაა და გეთანხმებით აბსოლუტურად, იმიტომ რომ წესით სწავლების თვითნებურად მიღება ბუნებრივი ხა სამეცნიერო პერსონალი ამას პასუხი ცალსახაა, რომ სჯობს რა თქმა უნდა ვიტამინების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება არ არის სამწუხაროდ, მაგრამ მით უმეტეს ქვეყანა, რომელიც გამდიდრებულია ასეთი სეზონური პროდუქტებით, რა თქმა უნდა მისი სეზონურობაც არ გვჭირდება იმდენი რაოდენობის პროდუქტია, ხო? შესაბამისად, სწორი ჯანსაღი კვებით და სწორედ იმ იმუნიტეტზე თუ კი ვსაუბრობ, ჩვენ დაბალანსებული რა არის იმუნიტეტი რეალურად, ხო? დაბალანსებული კვება, ძილი მოწესრიგებული დღის წესრიგი, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ფიზიკური აქტივობა, ვაქცინაცია, რომელიც ითვლება ერთდროულად იმ კომპონენტების ცალკე ჩამონათვალს, რომელიც ქმნის სწორ იმუნიტეტის განვითარების პროცესს, ხო? ბუნებრივია ვიტამინების მიღება შეიძლება იყოს ვიტამინებიც იქმნება იმიტომ, რომ აუცილებლობის პერიოდში მოხდეს რა თქმა უნდა მისი მიღება და იგივე D ვიტამინის მაგალითზე ვიცით ჩვენ რომ ხშირად აუცილებელია მისი ჩართულობა. ბუნებრივია იგივე რკინა დეფიციტური ანემიის დროს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად დოზირების გადაჭარბებაც ისეთივე პრობლემატურია, როგორც დოზის ნაკლებობა ამ შემთხვევაში დიდებული კომპონენტი. მადლობა ქალბატონო ნინო, ანდრიას განსაკუთრებული მადლობა.